კანონიერი ქურდობისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანის საქმეზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე დაიკითხება. ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, ვაჟა თოდუას ინფორმაციით თარგამაძის სასამართლოში დაკითხვა უახლოეს პერიოდში მოხდება. თავის მხრივ დავით გერლიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდობის ბრალდებაში მხოლოდ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და მას გერლიანის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებების საქმის ამ ნაწილში არ გააჩნია. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგენდა მტკიცებულებები, წარმოადგენდა მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დავით ჩაჩიბაია ნამდვილად ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რადგანაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ანუ რა ქმედებები ჩაიდინა დავით ჩაჩიბაიამ დანაშაულებრივი, გარდა იმისა, რომ საზოგადოება იცის, რომ დავით ჩაჩიბაია არის კანონიერი ქურდი, აი რა დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად ამ მოწმეებმა ვერაფერი ვერ მიპასუხეს, ისმენდით კიდევაც იქ და იმ პოლიციელმა, რომელიც დღეს სასამართლოს ხდომაზე დაიკითხა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, მაგრამ ეს ოპერატიული ინფორმაცია მათ არ გააჩნიათ, ეს არის მხოლოდ გივი თარგამაძის ჩვენება, რომელმაც პირდაპირ ისარგებლა ამ პროვოკაციული ნაბიჯით, რომ დავით ჩაჩიბაია მოპარულია უკრაინაში და ისე არის საქართველოში გამომგზავრებული.